წარმოიდგინეთ Facebook-ზე დევს ადამიანის საკუთარ თავს აჩვენებენ სხვადასხვა პოზაში გადაღებული სურათები და რა. აი ამით საერთოდ ცნობილია რომ 21 საუკუნე არის ნარცისების საუკუნე. იმიტომ რომ ამ TikTok-ურმა აი ნახეთ Facebook-ზე დებ შენს რაღაცა ღონისძიება სადაც იყავი, როგორ იყავი რესტორანში და ნახეთ როგორი სურათები დევს გაშლილი სუფრა დახვავებული საკოები და შენ ამით ყველგან აჩვენებ ყველას რომ აი მე დღეს ვიყავი რაღაც განსაკუთრებულ სუფრაზე, მე დღეს ვქეიფობდი, ჩემი ცხოვრება ბედნიერია. და ესე არ არის, ამის მიღმა უკვე რაღაც სხვა იმალება. ადამიანი წაიკითხავს, რომ ის მარტო სულია, რომ მარტოა იქ და უამრავ რაღაცას გაშლი და წაიკითხავ. რაღაცა რევალიდაცია სჭირდება. ხო, აღიარება ჭირდება, სწორედ და უნდა დაალაიქო, იქ რაღაცა მოიწონი, აუცილებლად რაღაცა უნდა თქვა, ეს არის ფასადი გარეგნულად. ისე როგორც შენობები შენდება, გარეგნულად ლამაზია და შიგნით ეგრეთ წოდებული გიფსკარდონით აშენებული, სადაც ხმა გადის და ჩადის და შეგეშინდება ერთი მიწის ძვრა არ მოხდეს. ვის რაში ჭირდება ამ ხელა სართულიანი სახლები თბილისში? თუ წაიკითხავ და კარგად გაეცნობი დასავლეთ სამყაროს იგივე, რაც იმათვა ჩვენზე ადრე გაიარეს ეს ამბავი. დედაქალაქში მაღალსართულიან სახლებს არ აშენებენ. არც ლონდონში, არც პარიზში. მიხვდნენ, რომ შეეშალათ ის, რაც გააკეთეს, როგორც გააკეთეს. მთელი მეცნიერული სტატიებია ამაზე, ქალაქის ურბანიზაცია და ფსიქიკური ჯანმრთელობა. ცნობილი ფაქტია, როდესაც მაღალსართულიან სახლებში ცხოვრობენ ადამიანები, იქ კრიმინალიც მაღალია, სუიციდიც მაღალია, პრობლემებიც მაღალია. ეს უკვე მიღებული წესია, რომ აღარ შენდება არსად არავის არ ჭირდება ეს მაღალსართულიანი სახლი. რეკომენდაცია ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის არის ის, რომ აუცილებლად გქონდეთ მიწიანი სახლი, აგარაკი იქნება თუ სადაც საშუალება გექნებათ, იმიტომ რომ ყოველი ვარდი, ყოველი ხე, ყოველი ბუჩქი, ყოველი ნარგავი თქვენი სიცოცხლის ხანგრძლივობას ახანგრძლივებს. ურთიერთობა გარემოსთან, ბუნებასთან.